მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე ვარ იოსები და თქვენი მყოფებით GC Stars-ის არხზე. მოკლედ ბოლო ვიდეოსთან გამომდინარე, მაგარი მეტგაცრუებული ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ ავასნაირად ვერ მივედით იმ კონდიციამდე, რომ როგორც ვიყავით ხოლმე და მაგარი გამიტყდა ნახევის ხრივ, მაგრამ დღეს შემოგიფიქსირებთ ძალიან ორი-ორზე აკაპელა ბეთლს სერიოზულს რა და წინა ვიდეოშიც ცოტა ნაბახუსებზე ვიყავით, დღეს ცოტა ნასვამები ვართ. ხო და ნახოთ აბა ვიდეოს და ლაიქება არხის გამოწერა, ზარისხი ლაკის გააქტიურება არ გვავიწყდება ძმდებო. ამიტომ მოიხოდეთ, აბა ჩვენ ვიცით. პირველი რაუნდი ატო და ბიგესი. ოკეი. ახლა უნდა ვიჩეთეროთ და ვადო ამ ბოზებს ჩემი ნიშანი. ვინც ეროვნებაზე მითხრას ფანჩი ის იყოს ცხოვრების ბოლომდე სომხებზე კნიჟანი. შეიძლება ეს ჩეთი ვინმე მისე ვერ მიიღოს, მაგრამ ამას წინათ ნახე ვეფხის ყაოსანის სპექტაკლი ხო და არ მინდა ძმაო თქვენი იყოს. შიჭო სომხები ძახიან ვეფხის ყაოსანი ჩვენიაო რა და მას თავი თესბეთლეთ სადმო აქვს, მაგრამ მეოთხე ფინალში დებიუტანტმა გააგდო. მას თავი საერთოდ სხვა პლანეტიდან გონია, დაირქვა სტიჩი და იმას მიაღწია ყლებ ბავშვებმა ძაღლად მაინც ჩააგდონ. ტიპს უნდა ბევრი ფული, ჩეინი, როლექსი, ჯიპი, მაგრამ მატება ერთგან ეთყობა ეს ნაბოზარი ჰიპი. თავიდან კარგად დაიწყო, გვეგონა ბეთლისთვის თესლი ფიქი. მეორე ბეთლში ადვოკატი შეჭამა, მაგრამ დღეს გავუმზადე დიკი. მიდი დამიძახე ფრიკი, შენაირ ტრეშ სალაგვეზე სამიანივით მოვისვრი. უნდა დატოვო თავში დირკით ვერ გაგამთელებთ კუზანოვიცკი. თავამძიმე ვორფლეის ზალა ვეღარ გამიძლებ მგონი. ვერ შეაკავებს ამას რომ და მიდგეს ეს ყლე ბრონი. გაცალე რამდენი ჯერი ვესტი ვერ იქნება მაშველი. ხედავ შეგეცვალათ ფერი, ბიგეს ეს დებილი რასელის. ჩვენ ბავშვობაში ლეგოს ვაწყობდით. დოკის ეთაპებს. აურა ლაინი იყო. ჩვენი დაბადება მოვლენა, დოკის დაბადება პანჩლაინი იყო. სტიჩის იმედებით გაცრუდება. დოკის ყველაზე დიდი ფანის. მე და ფუტბოლერი კიდევ ვიბეთლავთ, პროსტა არ ვიცი ვის შევხვდებით დავის. ჩვენი ჩემპიონობა საკითხად რჩება დროის, მთელი ცხოვრება აქაურობას თავი უნდა შეაკლა, თუ წასვლა საპირე ბროის. მომისმინე ლუკ შოუ, ჩვენ მოსაგებად ორი კი არა დაგჭირდება 9 ტვინი, მიქერძუებული ხარ, ამიტომ ფეხში ჩაგიდგა პლატინი. საკუთარი პროექტი შექმნილი და ხალხი მერე იქე, დღეს იარაღებს დაგიყრი და რამდენიც გინდა პიკე. ვიქო დღეს ნაკლები ფანჩი ექნებათ, მაგრამ იმატებს როუსტი. კი მე ვარ ქალაქიდან, მაგრამ დღეს შენ საფლავზე დაიდება სტოუნსი. ეს საფეხბურთო ბარები მაინც ხო იყო ძლიერი. ყველაზე თესლა დრავქენი, ბარსა PSG-ს დაშევეცი დღეს დაიდო, ყველაზე დედის ყნა კამბექი. ისე დოკი ფიზიკური ფორმით ნამდვილი ერესია. ერთი რაღაც აქვს სპორტული და ისიც პელესია. დოკ, ექსპორტულები მოგითხან, უკვე მეექვსე. ექსპორტულები მოგითხან, უკვე მეექვსე ბეთლია გამოსვლა ეზარება და დღესაც ამ ყლეობებით მოვიდა. ჩემპიონობასთან ერთად ეშმაკობაც დაიბრალა და სადილად სენსეი ახლა. ამ ეშმაკს პრადა იმიტომ არაცვია რომ მწვანე სპორტული მიახმა. სტიჩისთან ერთად უწევს ბეთლაობა, ვერავინ ახა მეტი ერთგული. თავიდან კეპკა მაინც მოიძრე, კევივით რო გაქვს მიწებებული. დოქს ჩვენთან წაგება უწევს და ნულის დაკარგვას განიცდის. ეს პელეს მეორადი სამშობლოს ვალიგონია და არაფრის დიდებით არ იხდის. ხალხმა არ თქვას რომ წავაგე, სტატისტიკაში მოგება დავიადო. დღეს ეს ბომჟი მისივე სპორტულის ბეცი ზიარებს უნდა ჩამოვიცვა და აღარ გავიხადო. სტიჩი, ნახე ეს wordplay როგორ კეთდება რა? მე ბჯერო და პრინციპი არ გაგაჩნდა ლექსენი თუ დაწერდით გაებმეოდით ქსელში. მართალია ზურიკო ირგვლივ იმდენი გოუთი თავი მგონი ამ წემსი. მე არ ვარ კაბუტო თუ ჩემი ბედი ნამდვილი, ამიტომ ძვალსა მოგიყვანთ ხელში. ია. ახლა უნდა ვანახო ამ ბოზებს როგორ კეთდება ლიტერატურული სეტაპი. უნდა ჩაგდოვოთ ლიმბოში, თქვენი თაიც აირჩიეთ ეს რომელია. უნდა გაწამოთ პანჩლაინით, მოგიწყოთ ღვთაებრივი კომედია. უნდა მოვიცვათ მთელი სოცმედია, ეს რაუნდი უნდა გახდეს ეტალონი. იმისა თუ ვინ არის აქ მთავარი და რომელს დაერქმევა საბრალონი. ამას არ ელოდით ალბათ მგონი, ასე დონეზე რომ მოვითხოვდი, ამ ქათმებს რომ ისეთ კვერცხები ჩვენაირია დონსკი ხოდი. რომ გაკაიფოთ ლირიკით, ესენი გაუშვათ ფორთხვით, გამოვიყოლეთ დიდი ძმა წონი 1984. ახლა ვირჩევთ ომით მშვიდობა, თან ვაკრაჭუნებთ კბილებს, რომ მოვუჯვათ ზაფხულის ღამის სიზმარში ამ შუაღამის შვილებს.
ერთი ხმაური. ამაზე შემიძლია კიდევ ბევრი ვთქვა, wordplay-ს გადამვით არასდროს დავიღლები, მაგრამ უკვე საკმაოდ ღრმად გაგითხარეთ, საფლავი და გულზე უნდა დაგადოთ ბოროტების ყვავილები. იბრალებდით wordplay-ების მამობას, ახლა ეგ ტიტული ჩვენია, ხო გადაგიბით რითმება 9-ში 9 საბა, სადაა ჩვენი პრემია? ერთი ხმაური წყალს დავლევ. შენი ცხოვრება იგავარაკი და ცხოველებს აქვს საუბრის უნარი დახმარებას ღმერთს ხო მაგრამ ტექსტის სწავლა არ გინდა უგუნური მსურავი სტიჩი ხელელურჯი ძაღლი ხარ და რამდენიც გინდა ყეფე და შენ აღარ ხარ აქაურობის მართველი უფრო ორმოში ჩაგდებული მეფე აქ რო გამოდიოდი არ მქონდა მეტი სურვილი გარდა შენდობისა შეიძლება მარტო ვერ გადამეტეხა ისრები მაგრამ მე დაატოს გვახსოვს ოზალა ერთობისა პირადში მაქე და მე პოდკასტებში რა თქვი ჩვენი შეტაკება იგავს მაგონებს ორნი ამხანაგნი და დათვი ჩვენ მოგვიდგებით ჯერულად ხელესაც შეუტრიალ და მგონი შენ არ ქვია დოკი უფრო კატის გაზრდილი ლომი ჩემპიონი ვერავინ დააგდო ერთი დაგდება რაღა გახდა დღეს შენს თვალებში ცეცხლს შავაქრობ და სამუდამოდ მოკვდები სალამანდრა არ გეყოფათ სიტყვის კონა გასაგებად ეს ეტაპი ისია აწყობილი რადგან თქვენ ხართ პაგალოვნად ყელეები და უნდა გაგიშვათ ელი დაკოდილი დოკ ჯორჯს უნდა Dog George უნდა გაცვათ ამ სულ დაგზევს განცდა რო შენი ცოდვები შენი თუ არ იხმურე სტიჩი შენ სულ ხანს აბას დასდე უკან ხანს საკუთარ ჩდილს მაგრამ თქვენი სიბზნე არის სისრუე შეიძლება ჩვენი ლაინები არ იყო ბასრი თუმცა მაინც გაგაფრთხილებ დაელოდეთ მეორე რაუნდსადგან ჩვენი სიტყვა ჭრის ამიტომ ვერც ხოლმე მოწინააღმდეგეზე ვამახვილებთ რაუნდი Easy, bicho, easy. საღოლზმა ვაკაპელა ბეთლი აუ 2-2-ზე მეორე რაუნდი თოკი არ ვიცი ძმა მომეწონა ორივე მაგარი ბიჭები არიან ესენი ზოგადად მაგრამ ნახოთ აბა ამათი პირველი რაუნდი როგორი იქნება და სტიჩი აქ მორჩა დავიდა let's go ხმაური დავაი წინა ივენზე მე და ამატერასუს ბეთლი ჩაგვენიშნა ატოსთან და ქილასთან დავწერე მკვლელი ბარები რო ეს ტიპები გამესწორებინა მიწასთან დავალაგე ფანჩზე სეტაპზე და როგორც იქნა მოვიდა ფინალის კვირა როგორ შეცვლილა ამატერასუ და როგორ შეცვლილა ქილა ამ წვანეს მანით გამოვედი ჯიუნასთან ასე მოვახერხე პირველი ჩემპიონის შეჭმა და იმ ვიდეოს თუ დააკვირდები ატოსაც ზუსტად იგივე შარვალი ეცვა აუხსენი რომ წვანეზავანი ჩემთვის სიმბოლურია მაგის მერე ასჯერ გამეჩიტა იგივეთი და ტვინი ტყნა ტიპს ვეუბნები ნუმბაძავ მეთქიდან პასუხობს რომ აქციაში ჩემზე იაფად იყიდა რა იყო შეჩემა სომეხი Oi, Sara. bicho მე ჩამირდა ბიჭო, სამხებზე ეგრენულა პარაკობ. ახალ ინფორმაციას გეტყვი. რა ხდება? კაროჩე, ამას წინა მთვრალი ვიყავ და სომხეთში ჩავნიშნე ჩვენი ბეთლი. მაგათ არ ვევასებით, შეჩემა, ენაც არ ვიცით, რა ვქნათ? რავი, ვაგინო თოფურიას ყველაფერ ქართულს ვაჯვათ. ხელი რაუნდი ვიძახოთ, რო ქართველები არ ვარ. მხითარიანი შევაქოთ კვარაცხელიას ნაცვლად. ვეთყვი ქართველობა არ შემტენო, თქვენიანი ვარ მე. სომხური დროშა მეჭირა, ნაკრებს პატივი ვცე. პასპორტიც არ მაქვს, ქართული სომხური ავიღე. ფუ ეს დებილი ხალე! მე არ ვაპირებ ვაგინო სომხებს. არაფერში მჭირდება ამის გაკეთება, მაგრამ მამეთ რომ სვაგინო ძალიან ტეხავს რომ შენ გატრაკების უფლება არ გექნება და მაგას ვერუშველის ფილმებზე ბაზარი და ცარიელის ეთაპებით შეჯიბრება. წინა ბეთლში ისაუბრე გაფუჭებულ ნერგებზე, იმიტომ რომ საკუთარი ფესვები გეზიზღება. დაბოლილ მაქსიმუმთან მოსაგება საკუთარ დროშას დააბსა და გეგონება რამე აქვს გაკეთებული. ხო შენ მოიშორე საკუთარი ფესვები და მაგიტომაც ხარ გათესლებული.
წინა ბეთლზე აგინე ხალხს, ვინც ზაღლებს პავდა და არ გვაჩვენებდა, მაგრამ ტიპი, ვინც ბეთლისთვის სამშობლოს აგინებს ლაიქებისთვის უარესად გააკეთებდა. კაცი, რომელიც პრინციპებს არ იცავს, ზაღლების დასვაზე გაიქაჩა. ქართველის სომეხი ისრაელიანი. ხო შენ იცავ ზაღლებს, რადგან ხარ ყველაზე დიდი დუარნიაშკა. აჩუქეს კულტურა, გენეტიკა, ამის გინება არსად არ წერია. ეს არის თემუს ოქსიმირონი, ვერ რეპავს, მაგრამ თავის ქვეყნის მტერია. მე ვარ ქურდიანი და ქართველი და თუ გინდა რომ პასპორტი დაგვიდო, კი შენ აიღებ სვანურ გვარს, მაგრამ არ გამოგივა სისხლი აიღო. დაჟე საკუთარ გვარსაც არ ამბობდი, რომ გაგიბაზრეთ, ალბათ გაერორებს. სექსის დროს განდონს არასდროს ხმარო, გინდა ყველაფერი შვილით თავდებოდეს. დავაი. საკუთარ თავზე გადაობები უსარგებლოების თავდაცვის გზებია. ვერ გახდი ფეხბურთელი, ვერ გახდი ბეთლემსი. არაფერს ნიშნავს, რომ პასტა გჭერია, ანალიტიკა სადე და ჩაიჯვი გაგიჭირდებოდა, ვიცი რომ ძნელია. სომეხიც ვერ დარჩი ამ უნარებით, ვერაფერზე ვერ იტყვი, რომ შენია. ამიტომ გჩვევია ქართლობის ატეხვა შენი სენია. ვერასდროს იქნები მყარი, არასდროს გექნება გმირების გვარი. გინდო და ქართული დროშის ფრიალი და სხვა რამისთვის დაგჭირდება, წითელი ჯვარი. მაგრამ სომხობას კიდევ ვინჩივის. ვარკეთილელი როგორ გაიჩიტე ბიგესის ბრატი და იმედია შენც მიხვდები აწიეს ბაზარი, სადაც მიდის. თავის ქვეყანას აჯობს ბეთლისათვის. მოგებისთვის ტრაქს გაყიდის. ცხოვრებინ ტირალა ლაწირაკო. ცხოვრებინ ტირალა ლაწირაკო რითი ვერ მორჩი ქვითინს. არ აქვს ნამდვილი ტყუები ზუსტად მაგიტომ ტირის. მთელი დღე გდია ლაივში დავიჩაგრეო ყვირის. ვექილთან ეგრო დაგჭირდა ნუთუ სულ არ გზნობს სირცხულს. ჰოშენს ბარებს არ აუშავდა. ალბათ კიდევ უფრო დახვეწავ შრომით, მაგრამ მაგ ფანჩებს კითხულობდი ლექსივით და ზუსტად მაგიტომ მოგიგეს მერანის ფორმით. მე თქვა რომ აქ ჩამოვიდა სასწავლებლად. ბეთლი უბრალოდ გასართობიაო ბიგესმა. მე კიდევ ფეხებზე დავიკიდე სამედიცინო რომ ასეთებისთვის პირში მიმეცა. ისეთ ეთაპს რაც შენ მოიტანე ვაფშე ყველა იდიოტი იზამს. პროსტა პერსონაჟები ჩამოთვალე გადაწყვი მარველს და დისას. დოქტორი ნორმან ოსბორნი სარკეში ვხედა ვინც კლავს. მოვდივარ მწვანე კოსტუმით ფანჩებით გაძრობ ნიღავს. თავზე იმდენად გაიჯვი არც აღიარებ მართავს. მე შენ მაგონებ ბაკანდას რადგანაც შური გმართავს. არ ხარ ნამდვილი რეპერი არც ახალი არც ჯო. რა დროს ეგ არის ოცნება ამიხდა შენ სუკანო ყლა. მოდით კამერა ავიდა კიბეზე მოდით. დავაი ძმო გავზო. რა დროს ეგ არის ოცნება ამიხდა შენ სუკანო ყლეო. შეიძლება ჩემგან ფიქრობ არ გეკუთვნის და სულ არ მოგწონს ეს ჩემი ნაბიჯი, მაგრამ პრეტენზია მაშინ იქონია როცა ფეხზე ვჭყილებ შენი დაიჭრი. ძმამდად ორი შესარჩევი. ერთი ვიდეო არ იქმარა. მე მივიდა დიჩი და სეზონში ნაწილ-ნაწილ აიყვანა. საუკეთესო დებიუტანტი ჩვენი მიღწევა დაიბრალა. ჩვენი დებიუტის ვიდეოს ნახლებს შენ მარტო სასტორზე დაინახავ. საუკეთესო დებიუტანტი. საიდან ასეთი მარიაჟი? შენი და ბილის ბეთლის პროგნოზი იყო სულ ორი ვარიანტი. ბილი სანიოლი მოგება ან ტაქტიკური ჯახიელის, მაგრამ შენ აირჩიე ტაქტიკა თავის დამცირების. შენ რო შეიყავი ფეხბურთის სქემებით, ტიკიტაკა დადგი სცენაზე კიტეიშვილზე და შტუმზე გვებაზრე და ჩემი ნახევარი დონეცკი ვერ დადე. ორი ფეიქ ფეხბურთელი ორივე თაროზე შემოვდეთ. დღეს ვარ არველაძე უნდა გაბაკეთო შოთი და მივაყოლო მეორე. მაგრამ დაჟე თუ გინდა შევერთვა სიმსუქნეს. ყველას აქვს განსხვავებული მადა. ზოგი გამხდარია, ზოგი მსუქანი. ყველაფერი ხდება ბიგესის გარდა, მაგრამ მინდა ერთ რაღაცა სამხატო ფარდა. ბეთლემსი ვერ იქნება შენნაირი თავაზიანი. სულ რო გეთამაშა სომხეთის ნაკრების სტრაიკერად ვერ იქნებოდი შემტევი ადამიანი, რადგანაც შენი შეურაცხყოფაც კი კომპლიმენტია. შენი შეურაცხყოფაც კი კომპლიმენტია. ციტატას მოვიყვან თუ ვინმე გამაზა. მაქსიმუმ სულხა გააჯვი ლასვეგასშიო და თვითონ ვარკეთილში დაგაზა. მერე ბეთლზე გამოვიდა და იღბალს მიენდო. იქნებ რაუნდი გაუვარდეს და ლუზერობას გაექცეს. მაგრამ ჩვენ არ ვთამაშობთ პოკერს სიყვარულის წესებით, რომ სომეხ ჯუჯას ტუზი დაეცე. ჩემთან მარტო ის გექნება საერთო რომ მსგავსი შარვალი გაქვს სახლში. სანდრო კი ჩემი შარვალია, დიდი ყლე არის მასში. Please no. Morchi. კი. ო, არ ვიცი ძმავა. ვერ ხმა უნდა შეაფ
ხო. პირველი რაუნდი მე მგონი წაიღეს მარცხენა. ჩემიდან მარცხენა მხარემ და იქიდან მარჯვენა მხარემ რა. მგონი ესენი უფრო ძლიერები იყვნენ. პირველ რაუნდში. ნახოთ აბა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. მეორე რაუნდი ატო და ბიგესი. პირველ რაუნდში ჩაუტარეთ ფიზკულტურა ქართული და წერის გაკვეთილი, მაგრამ ახლა დროა პარტერში გადავიყვანოთ ბრძოლა, გავახსენოთ რამდენად ცუციკია და ვაჩვენოთ რომ ქუჩაც არის სკოლა. 6 თვის წინ ვიყავი ბიჭი, რომელიც დოკის ვერსებზე ყლევდებოდა. ვიცოდი ყველა ვისაც დოქტორი დაუდგებოდა, თეთრდებოდა. დღეს ჩემში გაიღვიძებს დემონი, კომპლიმენტები აღარ თქვა. რანაირი დოქტორი ხარ, შეჩემა 5 კაცი ხელში ჩაგაგდა. ჩვენთან არ დაიწყო თესლი ფრისტაილები და აუხსნელი ბარები. გინდოდა უკადრებელი გეკადრა, მაგრამ იგენი მაშინ უნდა გეკნა, როცა მირომ სუხლე გეძახა. ძმასყლე უტრიალეს. პროფესიონალიზმი მოუწყნეს. ჟიურიში დგომის ყველა სურვილი მოუკლეს. არ შეაფასო, ხო უთხრეს. კომპეტენტური იყავი და ხალხის აზრები აასრულებო. მან მიროს აუპასუხა? ოჯახ მირიამ, პირველი რაუნდი რა თესლად დაასრულე. ვიცავიტებო. ბიგესმა და ატომ, შენთან ბეწვის ყველა სურვილი მომიკლა. მე აიძროს დაელოდე, ძმაკაცი უნდა მოგიტყნა. შანსი არ გაქვს. შანსი არ გაქვს. ამის მერე ჩვენთან გამოდის და გვიწერა ბარები და რითმა და სადაც პასუხი უნდა გაეცა ჩაჯმული ხალე ბავშვი თიდგა. მეთქი რა ხდება დოხს აჯვეს და დადუხეს. არა, იგი თუ რეპერი ბიჭი იყო, იქ გაცემდა ფრისტაილით პასუხებს. ვეკილთან ორი კვირით ბეთლამდე ორი კვირით ადრე ვეკილზე წამოგითხე. მითხრა 10-დან 10-ია, სერგის კი არა მაგენით ლუბოის დაუდგები. გამოვედი ბეთლზე და ვეკილს მისცაი 10-დან 10-იანი რაუნდები. ამიტომ მაგ დღეს ვიფიქრე ეს ბეთლი ჩემია და მომიგია, მაგრამ გონი დიჩის კარები დარჩა რიხია, რადგან აქ ვიღაცა ორპირია. შენი წინა ბეთლიდან შევაყერო სტორიტელინგი, მაგრად გევასება. მაგას ხალხში ხმაური მოსდევს. ამიტომ ჩემმა ბრატმაც ვისა თავის თავს უფლება ერთი ისტორია მოყვეს. ამ ამბავს ქვია რა მოხდა მარტვილში 2. როცა მამუკა შენ სახლში დაპატიჟე. ეგ ისტორია ყველა მოისმინა, ხოდა კი არ გამეცინა, გამაგიჟე. იმის მაგივრად რომ ხმა მოგეღო, შენ ადექი აქ და შოუ დადგი. გეგონა მაგ სტორით მამუკას ბეთლის სურვილს მოუკლავდი, მაგრამ ამ თემაში ყველაზე ცუციკი გამოდიხარ შენ, რადგან ჩემი სტუმრისთვის ვიღაცას ხელი რო დაერტყა, მე იმას დედას მოუთხნავდი. ისე ხარ შეპყრობილი ამ თემით რომ მე მგონი ძალიან გაგექცა. შენ ძმაკაცზე რო თქვეს ყლიაო და მაგითო წავაგებინე ბეთლიო. ხალხში კი არ უნდა გებაზრა, პასუხი იქვე უნდა გაგეცა. მაგრამ კიდია თუ გაგიტყდება, მიდი იქამდე იყავი ჩუმად სანა ვინმე წინ არ დაგიდგება. ბეთლი თუ არა ისე რა აზრი აქვს, კრაუდის გარეშე არ გიდგება. და კიდევ ერთი, ძმაკაცის გამო პასუხის გასაცემად ენას ძვალი არ ჭირდება, ბრო. ხო და სტიჩი, ახლა რაღაცას გეტყვი და რჩევად მაინც გამოდგება. აქ ვინმესთან შელაპარაკება რომ მოგივიდეს ესანამ ფანჩარ დაწერს ისე გარეთ არ გამოქმება. ბიჭო, მგონი მარტო დოგს ვაჯვავთ, იმედია სტიჩი არ გაგვიწყდება. შეჩემა აბა ამასაც ვაჯვა თუ ეჭველი დაავიწყდება. დოგ შეხედეთ ვიზუალით მარიოა, ამაში დღით იღებ წმუნდები. ეს კიდე იცი რომელი ბოტი, აი სოკოს როგვანან თამაში ყველაზე სუსტები. ძმა მიმდენი ბეთლი ჩააგდო და ურწმუნდი სანამ ვინმე თავზე არ დაადგება, იქამდე არ დაეწერება ქულები. შენ ჭირდება მომლელი ვინც ყოველდღე მოგიტყნავს ტვინს. ტიპი იმენა თბილისის ნაგვისურნა, სანამ ბოლომდე არ ჩააჭერ ფეხს, იქამდე არ აღებს პირს. დოკის უდ ბარებშია ჩაკეტილი, მეშინია თავი არ მოიკლას. ეს ტიჩი ხო იმენა საპონია, ბოლო დროს ისია ხელიდან წასული, შეიძლება ეს ამის გამო მოიტყნას. სტიშიზეც მინდოდა დამესეთაფებინა რამე. ვიფიქრეთ დავწერ უბნებზე ან ქალაქებზე, მერე ყლეზე დავიკიდე ჩავჯექი მარშრუტკაში და ასე გავედი ქავთარაძეზე. ვინც ფიქრობს რომ დოკი განსხვავებულია და ჩვენ შორის განსხვავებას ბევრს ამჩნევს, მაგრამ მაგათის ფლოუებზე და მის ცვალებადობაზეც ვიტყვი ჩემს საქმელს. მე ვხედავ ცარიელი მუშტებით თავებს და ავტოვებ ძვალს. ერთი შენი ფლოუ სვიჩი არ მინახია მოგაჭამ თავს. დღეს ვარ კარგი მონადირე და მოვიცვა მომცხოველის ტყავს. რამდენი თქვენ ჩვენი დაგდებები ხართ იმდენჯერ შესამ თელმა სახელოსნომ თხვანს. მე მონოტონურობაზე შემიყეს მიროს პირიგით ფლოუ სვიჩებზე, როცა დოკის ფლოუ სვიჩები ჩამოსათვლელია დურგლის თითებზე. სტიჩი ხო დურგლისტები ყველა დურგალს დიაგნოზა. იგარ მოვარმა. სტიჩი ხო სულ სხვადასხვა ტონში ბაზრობს. რამდენი კაცი ყავს ამის ენას მოკლული. ჩამოყალიბდით ბოლო აკაპელაა თუ PvP flow ეს დედა მოთხნული. აქ იმიტომ ვდგავარო და განახო როგორი ცუდი ტიპი ხარ. ენერგიაზე რო ბაზრობ ერთი ბეთლი დამიდე, სადაც ვექილასავი ტყვირი ხარ. მე დაგანახეთ სეტაპი wordplay სტილითან, არ ვიცი მარტულში როგორ ხდება, მაგრამ ქუთაისში უპრაგონოთ მარტო ბოზები ყვირია.
იქო ბეთში მეწყვილე საჭიროა ერთო. რადგან მე ვიქნები good cop და მე ვიქნები bad cop და თუ ცუდი ხარ არღის მორალით ბარებს არჩევდე. თუ გინდა იქანე მიგვიღონ ჯობს რომ აქანე გავჩერდეთ. ბიჭო მგონი ჯობია რა დავუდოთ ზავი. მინდა გარდიროს მივახალო მე კედელზე ვარ წმევინო თავი. მგონი არაა საჭირო შიშის ფაქტორი. თქვენ ხართ კატები და ეს ბეთლია ვენტილატორი. როკი ხალხები თავს მაგრამ გუნდა არ კეთდება ამათი სისხლი უნდა დავლიო ეს არის ჩემი მნება ქვი შევარნაძეს მოუტყანდე დისტრაკი და დამთავრდება მოიცატო ბევრს არ ვიტყვი ამათ დავაჯვა მოკლედ მე ხალხმა არ ყვიოს ტექსტებიდან ვინმე ხომ არ მოკლესან მოთხნეს არ გიღისება დანდობა როგორც თავისუფლება ცოტნეს და მე ვიტყვი God bless ბეთლებისთვის ამერიკა და ჩემ წინ დგომა ბიჭო არის სუფთა ეზოთერიკა და მე ვიტყვი რომ მინდა არითმეტიკული ფანჩები ქებული თუ თვალდახუჭული ვერ ხვდები არ ხარ მოდუნებული ახლა მიმიშვიათო ამათი საკმარისა დიდი ვარ ეს თქვენი მოედანი მკიდია გარისხებული ბიდი მაქვს შემოვარდი ბარებით კი არა ბიჭო ბიტით აი გამოდი შეჩემა პირობითი გარ დომინისტო გენიალურია ჩაკრულოს მაგივრად მისი ვერსები გაუშვეს კოსმოსის ახალ ამბებში როგორც თვითონ ამბობს იმდენად ბნელია რომ იცხოვრებდა შავ ხვრელში გალაქტიკის ყველა მცველს მისი ეშინია ფაქტია და დაჟე ნასამასე გამოაკვეხნა სტატია თუ გადაწყვიტეთ დოგთან მოგება მეტი შანსი გაქვთ თვარეზე მოჯვათ დოგის ვერსები გალაქტიკიდანაა ისევე როგორც ტიჩი მაგითო მაკვირდება NASA შენ ხარ ჩემპიონი მაგრამ მე მაქვს სამსფეროში ყველაზე დიდი მასა ამათი დაგდება რთულია მაგის ნიჭივინ მოგცათ რაღაცას გეტყვი და სხვებსაც უთხარი დოგსაც მოვკრავ და თვარეზეც მოჯვავთ არა ძმაო ბიგესი არის ზოგადად და ბევრი რეაქცი მithქვამს რომ როცა ბიგესმა წააგო რომ რაღაცა ისე არ არის როგორც უნდა ყოფილიყო თქო რა ხო და ანუ ბიგესი არის ძმაო არ ვიცი რა მაგარი აღმოჩენა მასტია და ძალიან მაგარი პოტენციალის მქონე ადამიანი არის ამ მიმართულებით რა და თან ახალგაზრდა რა ძალიან და საგულწმო ძალიან მომწონს ძალიან მაგარი ფანჩები აქვს აი ძალიან მაგარი ფანჩები აქვს და საგულწმო მეორე რაუნდი პირველი ჯობდა კი არა პირველთან შედარებით იყო ვაფშე ეს რაღაცა ზენიტში ძმა აი სასწაულში არა მოდის ოკეი მეორე რაუნდი დოკი და სანამ დოკი ფრისტაილს გააკეთებს რას ვაკეთებთ მარა არ ვაკეთებ ამ რაუნდში ორივეს აგვიკითხე ლექცია რა არ უნდა გვექნა და რა რითი უნდა არ ვამაყობდეთ მაგრამ მორალი გავს ქართულ ენას შენ მაგაზე არ უნდა ლაპარაკობდე მორალურადან კაცობაში შენ ჩვენზე აუგი არ თქვა შროგზე კაცის დისი არსად არ წერია შენი რაუნდის გარდა ის აზრი სწორედ მან გაქრა რომ ეს კაცი ჩვენია ქართველებს ეგენი გვესმის ზღვისტვინით ახსნა არავის დაჭიროებია მაგ ლაინის ჰაიპი გაქრება სანამ დაითვლი რადგან წამიერია შენ არ წვენ მთლიან კავკასიას იცოდე ბოზი ხარ ამიერიდა იო რაზეც ნახევარფინალში ჩაგაჭირა ბიძა მეგიყო სიმართლე და არა ბეთლის ბრალი დღეს ხარ როგორც გაფუჭებული ლინზა არავის შეგიძლია გაგვისწორო თვალი ტოტოს თემამ დაასრულა შენი ამბიცია მორალის მკითხავი ყოფილიყავი დღეს ხარ საშაგრეი არავინ გიყურებს მაგრამ ახსოვთ რომ ბოზი იყავი შენს ერთ-ერთ ძმაკას ქვია სასპექტი ითხოვე დოკი ვერს ნუ დამიწერს ჩვენ ოთხში მარტო ერთი ტიპია ხელს რო დაადებს ეჭუმიტანილებს შენ კი პროსტა თამაშობ PUBG-ს სილარვო ყველაფერში შეტენო მე ელოდები ჩვენას დავდროპავთ რომ მასში აუგი ეძებო მაგრამ მაინც ვერ მოგვიახლოვდები მაპზე ხელს გიშლის ასეთი ძმაკაცის ყოლა რადგან სანამ გარეთ არიან ატოსნაირები არასდროს დაპატარავდება ზონა შენი დელივერით ვერ იქნები მკვლელი და გჭირდება სხვისი ხმა ჩემ გვერდით ენიგმა ალან ტურინგი ტერმა გისმინა უკვე ტვინი მოწყნა შენმა დიქცია მასე იავნანასაც არავინ იმღერებდა გითხარი უნდა დაიხვეწოთ ეს ჟიურის აბრალებდა და არავინ გიჯერებდა ხმებს რომ ათხოვობდა სკილი დაეხვეწა და გამარჯვებასაც იგემებდა შეხარ ერთადერთი ვინც ვერაზროს ვითარდება მაგრამ ყოველთვის იხვეწება იო მე ვარ მაგარი მსუქანი სარკეში ნახევრავ ჩანდი ფეხბურთი მევასებოდა რადგანაც დირკებს ვჭამდი მე ვარ PUBG-ს მოთამაშე მაგარი პლეიერი მორიგი მაგრამ მევასება პოჩინკი რადგან მახსენდება პონჩიკი გამარჯობა მე ვარ რატო გამარჯობა მე ვარ რატო ჩემი ფანჯებით მიხვდებოდით რომ განგსტერი ვარ
რათან ვინც არიცით, ქართველი ვარ. ყოველთვის შეგახსენეთ, როცა მექნება მომენტი. წარსული რაში მაინტერესებს. წამოვედი მე. აღარ ვარ სომეხი. ხალხმა ვერ გაიგო ჩემი ქიმია, ფიზიკა. მე წავედი სახლში, თქვენ არ გესმით ფანჩი და ვაფშე, მამაჩემი მამაშენს რო დაარტყავს გააფრენს ამერიკაში. და მაინც ამდენი ფანჩი, ეს არიფები პიარდებიან. თქვენ რაუნდებს დაბოლილზე უსმენენ და ჭკვიანდებიან. ორი დღის ჩანიშნული იყო ბეთლი წერას მორჩი და განადგურებას მპირდებოდი. კიდევ კარგი მირო არსებობს თორე პროექტის ყველაზე ყლე ტიპი იქნებოდი. კიდე კაიო ეს ტიპი არის მირო რა კიდე კაი ბიჭო ეს ტიპი აგერუჩა არის მირო კიდე კაიო მირო არსებობს თორა პროექტის ყველაზე ყლე ტიპი იქნებოდიო და მირო თვითონ თავს უკდეს აი ჩემი ბიჭო დაამოღავით მომასგან ეს არიფები პიარდებიან. თქვენ რაუნდებს დაბოლილზე უსმენენ და ჭკვიანდებიან. ეს კაი იყო არა აცალი ორი დღის ჩანიშნული იყო ბეთლი წერას მორჩი და განადგურებას მპირდებოდი. კიდევ კარგი მირო არსებობს თორე პროექტის ყველაზე ყლე ტიპი ეს არის მირო და მირო თავს როგორ აკეთებს შეხედე დიტისა ბიგესი გაყედავს და კიო წავო გამომიწვია აი იმედი არავის არ ეწყინება ძუაო, მაგრამ სერიოზული იყო. ვის უნდა ეწყინოს ბიჭო თვითონ თავს აკნევს საღოლს მა. კითხა დოკი ბიძე თუ გაბეთავს. კვირდები როგორც კი პირველ სამოცქულას აიღება აუცილებლად მოგაქცევ ყურადღებას. მთელი ეს მოთქმა და ხვეწნა მუდარა ყველაფერი უკან დაგაწიეთ. კალმარის თამაშის მოსაწოვი მათხოვრებს სახე ავახიეთ. დოკი კომენტარებზე იჭრება, ალბათ ხალხის სიტყვებმა ატკინა. შენ ის ტიპი არ ხარ, ვინც კომენტარის გამო ტიპს დისი ჩაუწერა და პატრონი აგინა. ტიპის მისამართი და ვინაობა იცოდი და მაინც ტრაკი არ გაგინძრევია. მე თუ ვიღაცამ დედის გინებამდე მიმიყვანა სიმღერა უეჭველი არ ჩამიწერია და ეგ ვიდეოებიც წაგიშლია. როგორც ჩანს გაშინებს ეგ ვიძია. მე რა 200 კილო ხარ გაქცევა უეჭველი შეგიძლია. მოქმედების ტრაკი შენ არ გაქვს. ბახებზე მკიდი არ თუ არც აღიარებ. ჩემთვის ხარ როგორც არაბი მწერალი, ფურცელს იღებ და ენას ატრიალებ. მიდი თქვი რომ ეს ყველაფერი ასე არ არის. რაღაცები უარყავი და ზედმედი იყო ჩემი ბაზარი. ერთ ვიდეოში ამბობ რომ რასაც ჩენზე იტყვიან ნახევარი არ არის მართალი. ფაშინ გეტყვი რომ შეხარ უნიჭო ჩმორი და გამხდარი. ამათ გონიათ გძულს და ვერ ვიტანთ. ჩვენი საკვიდია ჩვენში ბიფი ვერაზროს ვერ იქნება. ჩვენ მოგვაქვს საუკეთესო ტექნიკა და მარტო თქვენი სეტაპი გვეზიზღება. აქეთ გვდისავენ ჩვენ მოხოდილ პონჩი გამომსვლელები. დავიწყოთ თავიდან იყო ტომ რიდლი, დღიური საცხოვრებელი, წერდი wordplay-ს, როცა არავინ იცოდა მნიშვნელობა. იმდენი ფანჩი ვერ გაიგეს ამას რომ მოსლო და დღემდე TikTok live-ში იჯდებოდა და როდის დავიწყე ტირილი, კომენტარების წერა და ჟიურიზე ჩივილი. შეჩემა თავს ვაფშე რატომ უყადრებ უნიჭო თავზე გასულს. შენ სამით ვიყავი ნარცისი რიდლერი, ჩემს თავზე ვაგებდი პასუხს. მე თქვენზე წერა მეზარება, თქვენთვის აქ დგომა უკვე ფლექსია. კონკურენტები მოვსვით როგორც ჭიწყალი, რადგან underground-ში უკეთესია. ამან იმდენი wordplay მოიპარა, რომ ჩამოვთვალო მთელ რაუნდს რომ ვამყოფინებ. მართლა ხარ ატომი, ცოცხალი ფოლადი, ანუ სხვის ფანჩებს აკოპირებ. თქვენ ფანჩებს ისე ვერ გებულობენ.
თქვენ ფანჩებს ისე ვერ გებულობენ ბოლო ნერვების გაქრა. როგორ ხდება რომ ვერავინ გიგებთ ოპონენტების გარდა და მეტი რა ვთქვა, მართლა რა არის სათქმელი, საუკეთესო ფანჩერი, ისევ ჭედავ გამოაცხადებს ბაფერი. იმდენი ფანჩი რეპი გახდა როკი და ჩვენ გამო შეიქმნა კავერი. დოკი და სტიჩი, ეს არის განაჩენი როგორც ლინჩი, ორი მახინჯი კრინჯი მოუხარე როგორც კაი ბიჭი, რევოლვერს ვიგებ გაი რიჩი, უფანჩო სტილი ტაიჩი, გიხატავთ მონას და ვინჩი, პიქში გოუთი სპიჩი, სუფთა გვიდიჩი, ჰოდა გვიდიჩი. Replay bro, ვერ გავიგე. Okay, დოკი და სტიჩი, განაჩენი როგორც ლინჩი, ორი მახინჯი კრინჯი მოუხარე როგორც კაი ბიჭი, რევოლვერს ვიგებ გაი რიჩი, უფანჩო სტილი ტაიჩი, გიხატავთ მონას და ვინჩი, პიქში გოუთი სპიჩი, სუფთა გვიდიჩი, ჰოდა გვიდიჩი. ვინძის ცოცხლზე და ვინ არის სნიჩი, იო? დაწყებამდე იმდეს ბლატაობდით, მაგრამ ამ გამოსვლით მიქარეთ თუ არ ამაყობდით. ეს არის უფროსის დარიგება და ნაკლები არ იქნება. მეცისწავლით ვიდრე კლასთან ჯდომით. თქვენი ჰიპ-ჰოპი მორჩა 8 მაილით, მაგიტოა თქვენი პაპა დოკი და მე რაც შემეხება. და მე რაც შემეხება. თქვენ გვერდით დგომაც კი მეგრეხება. უმებამ ნიჭი აქ მარტო სტიჩის დაამჩნია. მე არ ვამბობ რომ ჩვენ ყველას ჯობი ვართ. მარტო იმათთვის დედამ გააჩინა. მე შოქმენი სტიჩი და მკიდია ჯამბო, დოქტორი კილერთან ეს არის ჯანგო. ყველას გიღიმით ვერავინ იტყვის სტიჩი გვაგზნობინა ჩვენზე მეტია. დოქტორი კილერთან ეს არის ჯანგო და ტიპები პოზიტივით კვდებიან. და თუ ვინმეს ეგონა შანსი გქონდათ, მეც გამაგებინე რას ფიქრობდა. დოკი დაგიდავოთ მწვანე კოშმარებს. მე ვარ სტიჩი და თქვენი კარგი მოუწყან მესამე რაუნდი, ატო და ბიგესი. მაგარი რაუნდი, ბოლოში უფრო და უფრო გაწურეს ბიჭებმა რაუნდი რა. თუ დასაწყისი ცოტა ლაითი იყო ბოლოში, მაგრამ ძალიან კაი რაუნდი ქონდა საბოლოო ჯამში რა. წეხან იმდენი ვიცინეს, მაგრამ მარტო ის იცელი მირჩევნოდა ყველაფერს. თქვენი ლაინები მოვისმინე, არ გამიკვირდა არც ერთი, წეხან ბარიგობა დაიცავი, ბარიგებს მოვუტყან გამზრდელი. დოქს ანდერში წავდა ფანები, მასას აგიჟებდა მისი ვერსები, სანამ მამუკა ორ სიტყვას გარითმავდა დოკი მანამდე იყო უნიჭო ხალხის სენსეი, მის ერთ მოსწავლეს მთელი 7 მაფია გადაუცხრლია და დოკი ამით იამაყობს და ყოველდღე ცდილობს ამ ბიჭ პანჩლაინის ბარში ჩასმა ასწავლოს და დგა დღე, როცა ლევი დიჩიმ სცენაზე დააყენა, მაგ-მიჭვა ფლოუები, თავისი რაუნდები გადატენა, იმ დღეს ამაყათიდექი სახელოსნოში, ეგ გადაწყვეტილება წამითაც არ გინანია და მგონი პანჩლაინის წერის გარდა შენ მაგ ბიჭისთვის პროჭულად მოგცევაც გისწავლია, მე სახელში მაქვს ტრაკი, როცა ადამიანს პროჩი აქვს, ვეკილმა ესწორდა დაღწერა, მაგრამ პროჭობაზე სიტყვა არ დაგს, სადგან შენი მოსწავლე იყო ადამიანი, რომელმაც ფულის გამო საჩივრები დაწერა. დიჩი, შეიძლება შეკრულებიც იყვნენ ესენი, მაგით ბევრი ფული იშოვე, შენ ხარ მაჩვი, რადგან საყვარელი დევიზია ცხოვრებაში, არაფერი გამოგივა თუ არის პროჭე. 25 აპრილი, გავიღვიძე ჩავრთე ჯეი კოული და შევიქმნენი განწყობა დილის. მერე ავდექი მოუწესრიგდი, დავაჯექი 521 ნომერ მარშრუტკას და გავუვარე მეტრომშენში დიშის. მოკლედ ისეთ ხოძზე ვარ, გონება ვერ იცდის, მივდივარ სახელოსნოში თეთრ წვეულებაზე, არა, მაგრამ მოლოდინი მაქვს დიდი. ტვინი რო არ მოუთხნა, უცებ ავხსნი ბევრისთვის გასაგებ ენაზე. ლოტუსის ივენტი იყო, სადაც ივაჯიმ და მედმოსემ ცეცხლი დაანთეს სცენაზე. დაახლოებით 1 წელია სახელოსნოა ამ ბეთლების სპონსორი. იმ დღიდან აქ ვართ, როცა პროექტს ყველაზე მეტად ჭირდებოდა დონორი. რა არ მაქვს ნანახი, მაგრამ სახელოსნოში, სადაც 1 წელია დავდივარ, სტიჩი ვერ გაიარა face control-ი. რაიმე დრუცის ივენტებზე ზემოთ ყოველთვის წევს 2 ძაღლი. მადლობა ღმერთს, მადლობა სტაფს, რომ ისინი არც ერთმა არ გააგდო. შენ კიდე იდექი შემოსასვლელში ყლე ბავშვი და დაცვამ ძაღლადაც არ ჩაგაგდო. Artlist Studio is here, and it has controls built with video creators in mind, so you can intuitively direct any dream production. აქ ისეთ ესლიევსები არიან, არა? ბიჭო, არა, თითზე ვერ ჩამოთვლი ყველას. მირო თავის სტიქიაშია ცერად გვიყურებს თანსაჭიროებს შველას, ვეკილა ყველასთვის საჩვენებელი კაცია, კომენტარებზე ღელავს, ამაჩუაშია დოკი, რომელიც ყველაზე მაღლა პახოდუ ტრაქში უძრება გელას. სტიჩი გამომრჩა, მაგრამ ერთი ადგილი შენთვისაც არის კიდე, მაგრამ როგორც ბასილაშვილმა ნეკა ყლეზე დავიკიდე. სეზონის ფინალურ ბეთლზე გავიგეთ, რომ დოკის აზრით შეიძლება ყველაფერზე გადაობა, ოღონდ არ იყოს ქართული. რას დაახლოებით ისე ჟღერს, რომ შეგიძლია უთოთი და აყაჭაღო ხალხი ლიშბი არ იყოს ჩართული, მაგრამ არ არის თან რთული, მიხვდე რომ ეს აზროვნებაა მართული. იმ მოტივით რომ შეგეძლოს თან მაგარი ყლე იყო თანიარო წელში გამართული. მოხიარებრო სეზონის დაწყებამდე დოკი მაგარ ადამიანად მიმაჩნდა. ვუყურებ ბეთლებს და ვხედავ 4 ხემსის როგორ მიაჯვა.
მაგრამ გავიცანი შიდა სამზარეულო და მივხვდი რომ ამ ბიჭის ცხოვრება მხოლოდ არის ფანჩი და რა მნიშვნელობა აქვს 22 წლის ბიჭი თუ 10 წლის ყელე ბავშვა დარჩი დოკი ფიქრობს რომ თვითონ ზემოთაა და შეემსები თანასწორია მაგრამ შენი საქციელები საქართველოს რეალობას გავს ყველა მიცის რომ რაღაცა არასწორია და თამამად შემიძლია გითხრა რომ ისევ პატარა ბავშვი ხარ ადოდ კი არა შენ ხარ ვუასილი ბიჭო ვეჩნად ყოველთვის ტრაქში ხარ ვიცი რომ სამარეში წამოყვება ის მწვანე ზედა დოკი ნეიმარია ერთი არასწორი ქმედებით მის კარიერაზე წყნება დედა ერთადერთი რაც პლუსი გაქვს თესლა წერის გადმომდე მე ხოდი და კი დოკ მე ვიყავი შენი ფანი სანამ გამოხლევდებოდი ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა ვინმეს გამწარებან ჰაიპი მირჩევნია მასა გავაცინო დღეს გავიჩიტე ტესლი ბაღის მასწავლებელი არ გეძინება მაგრამ მაინც ლოგო დაგაძინო და არ იფიქროთ რომ ბიგესი ფანტაზიებშია არ იფიქროთ რომ რამეს გავაბუქებ დღეს ვიმყოფებით 21 საუკუნის ტიფლიში და კნიას ვეუბნები მიზეზებს რის გამოც თვალის დახამხამებაში დავადუღებ ამ ბიჭებს მინდა პირში ფაქტები ჩავტენო ამიტომ გადავწყვიტე დოკის ამატერასთან ბეთლის შემდგომი სიტუაცია აღწერო დოკმა მთელ მაფიას გადაუარა პაჭტი ბიჭები აატირა ვის მოუხმა ყურში ჩაავლო ხელი და ეს ყლეობა გარეთ გაათრია მთელი მაფია ამას ებაზება ვინი ლიდერობა შეითავსა დოკს პასუხი უნდა გაეცა მაგრამ ჟიური ზაქრაუს ვერ შეხედა ამიტომ ფრისტაილისგან თავი შეიკავა ამიტომ ვინს უსმენს და გულმოკული არაფერს არაправებს ამასობაში მთელი 7 მაფია დგას და ამორს აკაჭავებს ამ დროს გონებაში კითხვა უტრიალებს ნეტა პელე რას იზამდა ჩემსავით გასუსული დადგებოდა თუ ბოლომდე გარისკავდა ვის მოუქმა მაგარი აწუცა იმენა ყლეხარო ბრატო ეს პელეს ხوار ჩამოვარდებოდა და სრაზუ ვიკითხა ხომ არა რატო Nicky slow road track. ეჯერა მოვარა რატო იმიუყელე. საკისარო დოკი მისგან ყველაფერი მოიპარა. გაახსენდა პელემ რაკნა პოდკასტში ასეთი სიტუაციისას და სრაზუ ბოდიშები მოიხადა. დოქს რამის რემლები წასკდა. სტიჩა ერთად ფიქრობს რაკნან, მაგრამ ვეღარ ხვდებიან. მაგ დღეს სინატრე ბიგესი აქ იყოს იქნებ ბიჭებისთვის ტრაკი ეგრე მაინც გენახებია. ხოდა ჩემ ძმებს ეს სიტყვა არ დაგცეს. ჩემი ძმები უფრო შეშლილია. შეხა რადიო გადაცემის წამყვანი ლაპარაკის გარდა არაფერი შეგიძლია. ამ ყველაფრის მერე მაგრად მაინტერესებს როგორ არ ნებდებიან ჩვენ როგორ გვედრები. შეხარ პელეს ჯიბის მუტელი შენთვის ყოველთვის იქნება თეოდორ ბეგველი. ყველა მისის რომ დოკის ცხოვრებაა სეტაპი ფანჩი. ხოდა გადავწყვიტე არ დაგინდო. ეხლა დააღებ პირს რადგან საკუთარი წამალი უნდა გაგასინჯო. აქ არ იქნება ლიტერატურა ბოდლერი ან დანტე რადგან ამან ჩაკეტა ტვინი. წინაზე საბაშამ ხიხინებზე დასვა დიაგნოზი მაგრამ მე უკვე შევავსე თქვენი ანკეტა მინი. ვიფიქრე კიდევ ორ ლაინს თესლად გადავაბა მაგრამ შეხედეთ ტიშიზამ გონი უკვე გაბაგამან. მისი გონებისთვის ამის მიღება მგონი რთულია. უმატებს სიცხეს რადგან ამათი პარა ცოტა მოლიპულია. მე ასეთი ლაინებით ხაიფობ, ყლეზე მკიდია ბოლი. შემიძლია ამაყავ თქვა რომ ჩემს ორგანიზმში არის კანაფი ნოლი. თავი მე საფლავე მგონია. ეს შეგრძნება გამიჩნდა დილით. ორი გვამია ვიკიდე ხო და მიწევს დავფარო ამათი კანი მე სილით. უნდა ვისიამოვნო თქვენს კარში გატანილი ყველა გოლით. იმდენი ფანჩი გირტყით თითქოს ავახმაურე ეს კარნავალი დოლით. ხო და დღეს მგონი ასეთი მერგოვალი ამ გარეულმა ცხერემა რო არა იშვან დრო ამათი ფეხები ჩავკეტო ნალი. და მგონი დოკის გულია. და მგონი დოკის გული ამდენს ვერ გაუძლებს. ამიტომ ჩაგიდგა მესტენტი. ისეთი მაგარი ვარ ექიმ საკით შევთავაზე თესლი ლირიკის რეცეპტი. შენ რო საფარბექი ყოფილიყავი ბათუ ეგრევე ჩაქიმავდა. ალუდა ხელს კი არა თავს მოგაჭიდა და პირდაპირ ეგრე დაგბრიდავდა. ჯოხოლა უყოყმანოდ გაატანდა შენ თავს ქალაქს. აღაზა კი არ დაგიტირებდა შენ მოკლაში მიეხმარებოდა მაგ ხალს. ავთანდილი რო ყოფილიყავი თინათინამდე არავინ არ მიგიშვებდა და ტარიელას რო დაბადებულიყავი ნესტანდარეჯანი ყლეზე დაგიკიდებდა. ასმათი კი არ დაგეხმარებოდა, პირდაპირ თავში გესროდა. დღეს მე ვარ გველის ჭამელი მინდია, რადგან ერთ დროს ყველას იმესმოდა და შეიძლება ეს პანჩებიც ვერ გაიგოთ, ამაზე არ წყდება გული. ჟიურის საყურადღებოდ ეს პოემები მე-11 კლასის მასალიდანაა აღებული. საგოლ შეიძლება ცუდი სიტყვებიც გავურიე და ნაბაზი ცოტა ბილწიკია, მაგრამ ამ ყველაფრის არ დაფასება გაუნათლებლობა კი არა, სირცხვილია და პელე. ეს მკიდია, მაინც გავაკეთებ სეტაპებს და ეს სეტაპები ამათ აწიოკებს. ეს დედამოწმული აღარ ვარ ბავშვები და როდის უნდა მოეშვა ნამიოკებს. რა უნდა გავაკეთო რომ რისით ვაზგინათ კამერებთან კი არა პირისპირ გათქვევინოთ, მაგრამ ალბათ იმის გეშინიათ ერთმა ჩვეულებრივმა ტიპმა ისევ ბოდიშები არ გახდევინოთ. ხლეობა არ
უნდა იყოს პროსტა ძმა. ოკეი. პირში შეგელო, მაგირო გითქვა. მე მეგეცა. ოკეი. რაუნდი ხო? კი. ბიგესა დონე ხარ ძმაობილო, არ ვიცი, ერთხელ გაქ შენი რეაქტი, ჩემი რეაქტი ნანახი და იქაც კომენტარი გაქვს დაწერილი და იმედია ამას ნახავ და ბოლომდე უყურებ და გეტყვი რომ აი ძალიან ძერსკი ხარ და ძმაო, აი ძალიან ძერსკი ხარ, თან შემი ზემლეაკელი ხარ და იმენა ეგ ყველაფერს ცლის ძმაო რა. იმენა სააღო ძმაო. შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი და ერთი ხმაური სახელოსნო ჩვენი მხარდამჭერი control room-ი. Yo. მესამე რაუნდი დოკი და სტიჩი. ოკეი. ვინს მოუქი ამატერასუ მთლიანი მაფია ჩემი ძმები არიან. შენ ერთი დიდი ტყუილი მოიგონებ მხოლოდ იმის გამო რომ მოხდენოდა რითმას და თუ გაინტერესებს ვინ არის ტიპი რომელსაც მაფიამ ყლეპირში ჩაუდო უკან მოიხედე აგერ გიდგას და და კიდევ შენ წეგან ტოტოს აგინე გამგრდელი აღარ ეცადოდ რომ ეგრე ყეფო და გიპასუხებ თვითონ ტოტოს ენაზე დიდ ძაღლს არ ეთხრაო რომ ლეკავო. ოკეი. შენ დიჩიმ დაგაწერა ხალხის ჩემპიონი, რომ სასტავს მეტი ბილეთის ყიდვა მოენდომებინა და შენს დაიჯერე რომ მე ხმარ მოგეცი რათა კონკურენტი მომეშორებინა. რომელი კონკურენტი ბიჭო, შენი პირით გაქვს ნათქვამი რომ ვერაზროს მომიგებ, რომ ჩემპიონიც რომ გახდი არ გინდა ჩემი გამოწვევა, ხო და სანამ დამაბრალებ ზემოდან ყურებას გაიხსენე რომ თავად გადაწყვიტე დაჩოქება. ვინც ერთიერთზე გოუთს მეძახის, როჟებს დუოშის ნუკერავს, ჩვენ შორის შეხარ ორ პირი და გაჩვენებ ვინ უკეთ უბერავს bro. რა თქმა უნდა შენ ძმაკაც არ ვეხები, მე ეგეთ მეთოდებს არ ვცნობ. Просто მოვიყვან ციტატას ტრეკი და რომელსაც თავად სასპექტი ბაზრობს. შენივე ძმაკაცი სიტყვები არავინ არაფერს ამეტებს. რომ როცა სასპექტი ნაშას აძრობს, ყველაფერს შენ სახში აკეთებს. და ვიცი და ვიცი რომ აქ სახში მეცადინეობდით. მიხვედრან დიდი ფიქრი არ მოითხოვა. ყველა ხვდებით ხო რომ ბიგესი ვარკეთილში ვერ მოვიდოდა და თუ ვერ ხვდებით რატო არის სასაცილო მე აგიხსნით მარტივად და გასაგებად. რომ როცა მან სასპექტს მოყავდა ნაშები თქვენ ემზადებოდით პირში ასაღებად. და გავიგე რომ ფილმი მუმიანა ნახი გაქვს. ვერ უარყოფ ეს ლაინი რომ კარგია. მე დაგამუნჯებ და სხვები გადაგახოვენ თითქოს ჰომდაია. ან სუნამუნი იმ ჰოტები ამუნდა რაც კი იცოდა ერთად დააგდო. ატო მეც ვიცი ფილმი მუმია არ გამომივა ვერ დავალაგო. შენი პირადი მუმია მე ვარ სული მიმაქვს რომ ვერ გაატრაკო. თუ გსურს გადარჩენაში მოგიწევს მონების სცენით მელაპარაკო. მაგრამ შენ გინდა სამეფო კარი მაგარ მეომრესელდრები. გიწევს წითელი ქორწილი რადგან ხედავ რომ ვერ ძღებით. იმაზე რათა შეგეფერებას ეთაპებს ნუღარედები, როგორ იქნებოდი ტარგარიანი არაზროს გქონია კვერცხები. Okay. კი დაიბრალე ტარგარიანი, მაგრამ სხვა პერსონაჟის მანტო მოიცვი. მოვდივარ გოკუს ხოდით სეინის, მოვდით სხვაზე მეტი არის, ატო შენ მარტო მოგივლი. ქერათ მაირგვი მუხტი თითქოს დენი არის, შენ კი გითხარი დენი არის. რას იზავდი დრაგონ ბოლისთვის. სანამ მეწყვილეს სანამ მეწყვილეს აარჩევდი აჯობებდა რუკაზე დაგეხედა. თქვენი ცხოვრებას ჯეტიას რუკაა. არაფრით გამოგდით ენის გაჩერება. თქვენ არ გაქვთ ისეთი ლეველი თქვენ ბაზარს ვაიბი მოქონდეს. ბარებს ვიფურთხები აკლემივით, აქამდე ვერ მოხვალ 2 წელი რო გქონდეს. მართლა რო გქონდეს 2 წელი, ისე ქვეყნების ჩამოთვალს გადაყვები. რატომ გასწვდი რომ კარგად შვები და მაგ სქემები ჩვენ დავმარცხდებით, მაგრამ მართლა რო გქონდეს 2 წელი მე მოკვალ ყველა მალის გადამტრევით. და რა შეეხება ჯეტეას? შეთქვი რომ თავიდან ქუთაისში არ მოეწონა შენი აქ მოსვლა. შენი ქალაქი გვერდში არ დაგიდგა სანამ იყავი no name. მეტარხუნე დისავს სანდროს რომელსაც ქუთაისელებმა აჯვეს. Ah shit, here we go again. იცი თოკაპეს ყველაზე იცი თოკაპეს ყველაზე გაქაჩული ტრეკია ბიონსესთან სექსი მინდა. ეგ ვიდეო გაიჩითა მისი ტოპი. და მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ დიდი ტრაკი რომ ერქვას მაგტიბთან უეჭველი არ მივიდოდი. წარმოვიდგინე როგორ შედიხარ ოთახში. მოხომარება გინდა პოდკასტის ამბავის და უცებ უკრიდან გესმის ხმა. თოკაფე დაბრუნდა. თოკაფე აქ არის.
წააღეძა. და თუ გონია, ახლა ამაზე თოკაფე გაბრაზდება და ამის გამო ჩამინიშნავს რაზმორკას, ეს ვიდეო დადებული არ იქნება, რომ ამაზე მოგინიშნავს და გაგსტორავს. მოდი ერთ რამეს მე შეგახსენებ, სანამ თოკაფემ სტორიზე დაგდო. შენ ხო თქვი რომ ვილი პენის ნიშნავს. მე მაგაზე გამახსენდა ატო. ატოს ყოველთვის ეწყობოდა დისციპლინა რითმებში, მაგრამ სეზონზე მის ნაცვლად მოხვდნენ ვილი და ბიგესი. წარმოიდგინეთ, ძმაკაცს ეუბნები, რა უნდა მოხდეს, კლასი ვერ ჩავატარო და ძმაკაცი პასუხობს, შენ გამოსვლას ჯობია, ტრაკი დავაყენო და ყლე დავატაკო. და ჩვენ კი ჩვენ ახლა ვხუმრობთ, მაგრამ ამ წარე რეალობას ვერ შეცვლი პასტით, რომ მარტო პელესთან წააგე და შესარჩევს მაინც ვერ გაცდი. აცი თუ გინდა განვითარდი და გვებაზრო მეტი ბრაზით, მაგრამ როგორ დაგვაჯერეთ ჩვენ, როცა ბანძი ხარ ძმაკაცის აზრით, ტიპი ყოველ ჯერზე ხალხს უტრიალდება, შენს რაუნდებზე და ხალხს ეხვეწება რომ იხმაურონ და მაინც მეტი ტაშის ხმა იქნება ჰაერში ბუზებმა რომ იხნაურონ. ბიჭიმ დაჟე ეგეც არ გაკმარა და უფრო მაგრები ჩაგიტარა და მაგუარის დასავიწყებლად უფასო პარიკ მახერთან წაგიყვანა. ეხლა მაგარი მოხოდილი ხარ შემდეგი სეზონის დაწყებასე მოიცა. ეხლა მაგარი მოხოდილი ხარ შემდეგი სეზონის დაწყებასელი. შესარჩევი გამზადებული რომ წვერის მოშეტრასაც გამოკრა ხელი. და შენ მილოვა სტრიმზე ბეთლი წააგე გოგოსთან. დღეს ის კეთხვი რა არა ბიჭო. ბეთლი წააგე გოგოსთან. რა თავს მიქნებდა მათხოვებ ეხლა? რა თავს მიქნებდა მათხოვებ? მარიამ სულ ორჯერ ყავდი ნანახი და იმაზე გაგდისა რომ აკუებ. დები, ჩვეულებრივი კუანა ბავშვი ხარ. აქ რაღაცას ღრიალებ და ვითო რაღაცას მოზგაობ. სომეხი ტაქსისტის საოცნებო მანქანა ხარ, მარტო გაზით მოძრაობ. და მარიამს ვასწავლი რა უნდა ქნას. თუ კიდევ ამასთან შეხვედრა მოუწევს. დოკიდას ტიჩი უხსენე ეგრევე ტრაქში მოუჭერს და მე თო რა ხდება? აი, მოიცა. გაგრას ტაქსიზე გამახსენდა. აი ხლა ჩვენი პიტსტოპია. მე უნდა გავიხსენო ადრე მოსმენილი ატოს ტაქსისტობის ისტორია. კაროჩე. ატო მეუბნება რა. ბიჭო მე ამ დიშის მაშინაში აღარ ჩავ. ატო მეუბნება რა, ესე უსმინე. ბიჭო მე ამ დიშის მაშინაში აღარ ჩავიდებთო. მეთქი ხო? ხო მაგაცობდით ეგეთი რა გითხრა. ბიჭო ვთაქსავდი ხელი დაიქნია მანქანაში ჩამისდა. მეთქი ვოა დიში როგორ არის? გაბარით სეზონის დაწყება მინდა. მეთქი შენ მე სეზონში აეხვანე, სადაც მიდიოდეს ბესქად მაგაგიხვა. დიჩი ბაზარი არაო, ჩაიცინეს და ხელი ჩაატყეს. ატომ დაკოკა ღვედი შეეკრეს და დიჩისთან სახლში გააჭრეს. მივიძრენ, ატო ეკითხება. მითხარი ვის ხდებოდეს უცებ გაროტელეს გადავაკეთებ. ვა ბელე შენ საკარისტო როგორ ახარი? I love the smell of entrails in the morning. Let's whip them like the dogs they are. უცებ გაროტელეს გადავაკეთებ. ვა ბელე შენ საკარისტო როგორ ახარი? აქ რასაკეთებ? ბელე გაბარით შენ გინდოდა სეზონში ყოფნა. შენ მოიტანე ბოზური ხიფყოფ გადაიქვა. შენ გინდოდა სეზონში ყოფნა. შენ მოიტანე ბოზური ხიფყოფ გადაიქუზე უნდა მე მოგხნა. ჩავიხადე, ჩაიხადა. ჩავიხადე, ჩაიხადა. მოიღო ხელი ეკონდა. ჩავიხადე, ჩაიხადა. მოიღო ღლე ქონდა. პირველ რაუნდში მიაჩირა მოუჭირე. მეორეში მიაჩირა მოუჭირე.
მესამე რაუნდში მოჩე რა აღარ გამოვიდა. ბელე მიაჩირა თვალებიდან სულ დირილები და დირილები წამოვიდა. ჩვენ თქვენ არ დაგცინით, თქვენ ხართ სასაცილო. თქვენ გინდათ მოგვიგო, ჩვენ გვინდა დაგამციროთ. შენ პროსტა ვილის მოუგე და გადაწყვიტე რომ ცნობილი ხარ. იმენა ჩემი თავი და ვამკვიდრეო. შენ სუბანში ბავშვები მოცვიდნენ ტელეფონები დაიკავე და დოქთან გადაგვიღეო. რადგან ჩვენ შევქმნით ეს პროექტი დიჩისთან ერთად, ამიტომ გუშინ შემოთესლილი ვერ მოხვალ ჩვენთან. შენი სახელი უბრალოდ ისმის, სადაც ჩვენს ბეთლავთ. შენ გცნობენ სადღაც, იმიტომ რომ ჩვენ გცნობენ ყველგან. და დიჩი, თუ არ ვართ ჩვენ, არიან ესენი და ამათვის შენი ხოხმაურს. და როცა გადაგვიხდი მეც, მაშინ დავწერთ მეც. ამაზე უკეთეს რაუნდს. Legendary brothers, legend. განათებასთან თუ შეიძლება ვთქვათ რომ სააღოლწო მართლა კაი იყო. ძალიან კარგი იყო. აი ნახვები რამდენია ქეთს 25 ძალიან კაი ნახვები აქვს. ძალიან კაი ნახვები აქვს. მაგრამ ისე 3-2-ზე ბეთლი როგორი იყო? ისე მე ამათ მოვუყვეთ რომ პრავა არ გაქვს. არც ორ კეთილში ორ ცხორო გოზიშვილი ვიყო. მე მეტროში დახვალვარ მოიქა. აი. ერთი ხმაური ოღონდ არ დავიშალოთ რა. სააღოლწო მართლა მომეწონა, გამარჯვებული აქედან ეხა რა ვიცი. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით ვინ იყო უფრო უკეთესი რა, იმიტომ რომ მართლა გაასწორა ყველაფერმა რა. აი ბოლო რაუნდში ბიჭებმა ამათმა დოკინდა სტიჩიმ ვაფშე ხო და სააღოლ ბიჭებს ძალიან გაიყო ნამდვილად რა და თქვენი ვერსიები დაწერეთ აბა კომენტარებში თქვენთვის ფავორიტი ამ ბეთლში ვინ იყო რა. აბა თქვენ იცით მომავალ შეხვედრამდე.